გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მეორე გაკვეთილი, ჩემი სახელია დემო და ამ გაკვეთილში მოდი დავიწყოთ ბექენდის შექმნა. ბექენდი გვექნება Express-ზე დაწერილი, ანუ Express-ი არის NPM-ის პაკეტი, რომელსაც გამოვიყენებთ. ასევე გამოვიყენებთ პაკეტს EJS, რომელიც გვეხმარება მონაცემებით შევავსოთ HTML template-ი. გამოვიყენებთ Node-ს იმისთვის, რომ Ctrl+S-ის დროს რაიმეს რო შეინახოთ, სრულდება ავტომატურად აისახოს ბრაუზერში და refresh-ება არ გვიწევდეს. ასევე ყველას გეცვენებათ Bootstrap-ი რა არის და აი Bootstrap-ის უეჭველი გჭირდება, ასე რომ დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენი extension-ი არის, წინა გაკვეთილში ეს გავაკეთეთ. ჯერ შევქმნათ სერვერის დირექტორია და გავხსნათ ტერმინალი. სერვერზე გადავიდეთ და პირველ რიგში npm init-ი გავწეროთ. და მივიღოთ package.json-ი, მაგრამ ორით არ დაწეროთ ხოლმე, თორე არაფერი არ გამოვა. პირდაპირ ინტერებით გავუშვათ, მშვენიერი მორჩა. შემდეგი დავაყენოთ Express-ი. ასევე დავაყენოთ Node-ი. და Bootstrap-ი. ასევე EJS-იც ვარამ დავაყენოთ და გვექნება. აი, პირველ რიგში ხარ იცი დავიწყოთ. Node model-ს უკვე მზადაა, package.json-ი მზად არის. და შევქმნათ რამოდენიმე ფაილი. ეს იქნება კონტროლერები, სერვისები. სერვისები და ერთი გვინდა public-ის ფოლდერი. ანუ public-ში იქნება უმეტესად სტატიკა. ცოტა სხვანაირად დავწერე. სტატიკური ფაილები ესენი არის ფოტოები და ნებისმიერი ფაილი, რომელზეც შეგვიძლია ცდომა კონდეს უბრალოდ დირექტორიის არჩევით. აგიხსნით მერე. public folder. public. აჰა ის. და index.html ფაილი გვინდა. თავარი გამშვები ფაილი. JS-ი უნდა იყოს. ასევე დაგჭირდება env ფაილი. სისტემური ცვლადების ფაილი, მაგალითად აქ შევიტანოთ. პორტი გავუწეროთ ეგრევე, ანუ რომელ პორტს მოусმენთ ჩვენი აპლიკაცია. და host. ეხლა დავიწყოთ, ანუ რა გჭირდება index ფაილში. ძალიან რო არ გავირთულოთ საქმე. შევით Express დოკუმენტაციაში და ყველაზე მარტივი template-ი რაც არის, აი ეს ავიღოთ აქედან და ჩავსვათ ეგრევე. მოდი ახლა შევამოწმოთ რამდენად იმუშავებს ჩვენი სერვერი და აი start-ის სკრიპტი გვაკლია ეგ აკრას ახლა. კიდე რა ვქნათ ახლა. ტიპებში მივუთითოთ მოდული, რომ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი იმპორტის სინტაქსი. types არა, type მოდული გვინდა. ჩვენიერი. ეხლა გვინდა ერთი start-ის სკრიპტი. start-ის სკრიპტს რას ვეუბნებით, ანუ node-ს ვეუბნებით, რომ გასტარტოს index.js ფაილი. ალბათ ვცადოთ. required. აი ამ იმპორტების გასწორება გვინდა და ეხლა მოდი გადავაკეთოთ ეს ჩვეულებრივ ECMAScript-ის სინტაქსად. აი ესე მარტივად მაიცოდე. არა, ეგრე არა. აი ეს. აი ახლა უნდა იმუშაოს ყველაფერმა და სავარაუდოდ 3000 პორტზე გაიშვა. კაი, ეხლა რა გვინდა? ეხლა გვინდა ჩვენ რომ მივაქნოთ 3000 პორტს. Hello World-ი დავინახეთ. ანუ ჩვეულებრივად მე-80 პორტზე, მე-80 კი არა, მე-3000 პორტზე გვაძლევს პირველ რაუდს, ანუ slash-ით არის ჩვეულებრივი ძირი რაუტი ასე რომ ვთქვათ და გვიბრუნებს პასუხს. ეხლა რა შეიძლება აქ შევცვალოთ, რომ ცოტა კოდი უფრო წესიერად გამოიყურებოდეს. პირველ რიგში დავამატოთ env ფაილი. აი ეგ ჩავწერო ჩვენი http თოღონთესი არ იქნება localhost-ი. ეს.
და ეხლა წამოვიღოთ ცვლადები env ფაილიდან. როგორ შეიძლება ეგ გავაკეთოთ? ნუ პირველ რიგში აი ეგ უნდა ჩავწეროთ JSON-ში ესეთი რაღაცა, რომ შენ როცა index ფაილს უშვებ, აი ესეთი მეთოდით ვეუბნებით, რომ env ფაილი იპოვეო და ცადოთ ალბათ სწორად დავწერე, იმიტომ რომ ზუსტად არ მახსოვს. კაი, ეს გამოვიდა. ეხლა ვცადოთ, რომ სისტემური ცვლადებიდან წამოვიღოთ პორტი. პროცეს წერტილი env-დან გვინდა პორტი. აი ამაში გჭირდება ნოდემონი ზუსტად. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე სერვერის დარეფრეშება არ გვიწევდეს. პორტი შეიცვალა 14-ით. კაი, ეს ცვლადი აქ აღარ გვინდა. და console log-ის მაგივრად აი ეს რაღაც დავუწეროთ, რომ სერვერი server start-ი უდრის და სად გაისტარტა. გაისტარტება აი ესეთ ადგილას, რომ ბარემ მოლის მივიღოთ და ლამაზად რო იყოს. ეს ამოვიღოთ აქიდან host. ისევ Ctrl+C. Yes-ი და გავსტარტოთ თავიდან და მეუნება რომ პორტი არ არის. პორტი სადღაცას არ არისო. აიცადე ვარ წამი. host-ი პორტი. Apple-ი და პორტი შემოგდის Apple-ში, მაგრამ აჰა, აი ამის ბრალი არა ყველაფერი, იმიტომ რომ ზემოთ გამოგჩა. და ბარემ ხამდენი Ctrl+S-ით რო არ ვიწყოლოთ, მოდი გავუწეროთ კიდე ერთი კომანდი package.json-ში. backslash დავუწეროთ, slash კი არა, მძიმე. დავაკოპიროთ მძიმე წავშალოთ და ამჯერად developer-ის მოდი ქონდეს, developer-ის მაჩე უბრალოდ Node.js-ის მაგივრად აქ გასტარტავს nodemon-ი. ზუსტად იგივე მოქმედება მოხდება, ოღონდ ის განსხვავება იქნება, რომ ესე არა, npm start შანიერი. ეხლა ყოველი დაჭერის შემდეგ Ctrl+S-ის შემდეგ ჩვენ მივიღებთ უკვე ცვლილებას და მოდი შევამოწმოთ ბარემ აი ესე დავასეივოთ, გადავტვირთოთ გვერდი და კი. message შეიცვალა. ეხლა კიდე რა შეიძლება აქ შევცვალოთ? ნუ პირველ რიგში დავამატოთ bootstrap-ი. bootstrap-ი როგორც ისე დავაყენეთ და აი ხა დაკოპირებული მაქვს რაღაც ამას ჩავსვა და თან აგიხსნით შეიძლება კი არა და რას ნიშნავს ეგ ყველაფერი, მოიცადე, აი ეს არის. რა არის სტატიკური? აი ხა გიხსნით, ანუ express ვეუბნებით, რომ შენი სტატიკური მისამართი. აჰა, აი ეს გვინდა, ეხლა ნახეთ. ასე არის npm-ის მოდული, ჩვეულებრივი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავიგოთ რომელ დირექტორიაში ვიმყოფებით. ძალიან საჭირო რაღაცა არის. აი ხა ნახეთ. dirname-ი არა გვაქვს და dirname-ი უდრის pass resolves. ნახეთ. dirname-ი უდრის pass resolve, relative-ი არა. და ეხლა რა ვქნათ ცით? console log-ში შევხედოთ რა არის dirname. ამიხდებით ეგრევე. dirname-ი არის ჩვენი დისკი C, ნუ ეს ჩემი კომპიუტერის სახელია, არ გავაუწყოთ მაგ საკითხში. შემდეგ desktop-ი, hard.js-ი და სერვერი, ანუ ვიცით რომ ვიმყოფებით სერვერის პაპკაში. ჩვენ ვეუბნებით რომ ანუ შენ მისამართი შეაწეპე, dirname-ს ვიღებთ და ვეუბნებით რომ პირველი სტატიკური მიმართულება არის public folder-ი. მეორე სტატიკური მიმართულება არის node modules-ი, bootstrap-ი და dist-ი, css-ი და js-ი. ანუ რა არის დაკომპილირებული ფაილები არის bootstrap-ის, რომელიც იმყოფება node modules-ში. აი ეგ შეგვიძლია მოვუწებნოთ. აი bootstrap-ის ფაილი dist-ი არის უკვე დაკომპილირებული, ჩვენს გვაქვს ეგეთი ფაილი გაჩვენებთ, მერე ეს არის ჩვეულებრივად გაწერილი, რომ ადამიანურ ენაზე შეიძლება შეხედო რა წერია, მაგრამ dist-ში არის უკვე მინიფიკაცია მომხდარი და აი ეს რაღაცა გვინდა, ეხლა ჩვენ ეს არის JavaScript-ის min.js-ი, ოღონდ ეს არის. შემდეგი არის CSS ფაილი ანალოგიური აქ მდებარეობს. ეს ყველაფერი გავიარეთ. ეხლა რაში გვადგება აი ეს. კიდე რა გვინდა?
ეს რო JSON ფორმატი ის მოდის ჩვენ Express. კაი, შემდეგი ეტაპი. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს სტატიკური მიმართულება რომ მივეცით public folder-ში. Bandicam-ის აწუთიანი ვერსია მაქვს ესე რომ მოიწყოთ ჩავთ. კი, მშვენიერი. ახლა მოდი გაჩვენებთ რა არის პაბლიკური სტატიკური მიმართულება Express-ში. ავდგეთ და ჩვენ public folder-ში ჩავაგდოთ აი ეს აიკონი. დავაკოპიროთ აიკონის მისამართი. და გავხსნათ ჩვენი localhost. Localhost-ის მერე slash-ით მივუთითოთ აიკონის მისამართი და მივიღებთ. შესაბამისად ჩვენ ვეუბნებით რომ სტატიკური მიმართულება ნებისმიერი დირექტორია, რომელიც არის მითითებული აი ამ სახით. index folder-ში აი ამ სახით, ან თუნდაც ამით. ვეუბნებით რომ არის ხელმისაწვდომი საჯაროდ და შეგვიძლია ჩვეულებრივად მივუძოთ, ანუ უმეტესად ფოტოები ვარდება ხოლმე, ან რაიმე თუნდაც Excel-ის ფაილები, ამ მსგავს სტრუქტურა, რომელიც გვინდა რომ HTML-ში მივიღოთ უკვე ფრონტზე, შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ეს შესაბამისად. მაგ დირექტორიაში გვაქვს AS მიმართულებაც და ქვედა JS ფაილის მიმართულებაც. ეხლა რა ვქნათ შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე AS მომენტი, რომელიც გვაქვს პირდაპირ index ფაილში, რა თქმა უნდა, ლამაზი არ არის და მოდი გავიტანოთ ცალკე router-ის ფაილში. მოგონთ router.js-ი დავარქვათ და ეს იქნება დავაიმპორტოთ პირველ რიგში router Express-იდან. შემდეგ const-ით გამოვაცხადოთ slot-ი router-ი და უდრის Express-ის routers. და გავწიოთ export default-ად. export default router. შემდეგ შევეტყვით რომ მაგალითად ვეტყვით რა ეს პირდაპირ იქნება წამოვიღოთ ეს. და შეგვიძლია вообще AS ავდგეთ და ამბოჭრათ აქედან რო არ ვიწოვოთ. ესეთ რაღაცა გავუწეროთ. მე ესე ვქნათ. გადავამისამართოთ რა უბრალოდ. და ახლა ყველაფერმა რომ იმუშაოს, ებს უნდა უთხრათ რომ გამოიყენოს routeri. წერტილი use. routeri დაიმპორტა, მაგრამ ახლა ეს არ იმუშავებს, იმიტომ რომ აქ არ უწერია გაფართოება რომ არის JS და შევამოწმოთ ახლა თუ მუშაობს. route გატანილია, მაგრამ მუშაობს შეულებრივად. ახლა კიდე უფრო გავიტანოთ და იმის მაგივრად რო აი ესეთი პირდაპირ response-ზე გავუშვათ. პირველი ლოგიკა გავიტანოთ კონტროლერში. ანუ რა ხდება კონტროლერებში. კონტროლერი ძირითადად არის იმ ლოგიკის მატარებელი. ექნება თუ არა დაშვება კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტულ route-ზე, რა route-ები შეიძლება იყოს. რა შეიძლება მიეკუთვნებოდეს და ძირითადად შეკვეთები შემოდის კონტროლერებზე. ანუ პირველ რიგში გავაკეთოთ index.js კონტროლერი. ეს არის უბრალოდ კლასი. კლასი დიდი სახელით აუცილებლად. სხვანაირად არ იმუშავებს. და გავწეროთ პირველი მეთოდი. index დავარქვათ. request-ი და response. ანუ request-ი და response-ი არის ჩვეულებრივად რაც შემოდის აი აქიდან ნახავთ. ხა მაგალითად აი აქ იგივე რაღაცა არის და უბრალოდ ფუნქცია რომ მივაწოდოთ მსგავსი რომ იყოს ერთი ერთში. ანუ response აქ send-ი გავუკეთოთ. ესე მითითებები რო კონდეს კაი იქნებოდა. send 1 2 3. ეხლა ეს ავდგეთ და აი ეს კონტროლერი მოდი export new AS ვქნათ. კონტროლერის export default new controller. აი ხო წადოთ ეს თო წამოვა ეხლა აქიდან და დავაიმპორტოთ. index.js-თან წამოვიღოთ და აქ ვთხრათ ესეთი რაღაცა რომ შენ slash-ზე აკეთებ აწი აი ესეთ ლოგიკას. index კონტროლერის index ფუნქციას იძახებ და შევცვალოთ, შევხედოთ, შეიცვალო ყველაფერი. კაი არის, დავამთავროთ ამაზე გაგვეთლი, იმიტომ რომ 15 წუთზე მეც ვერ ავტვირთავ